საქმე როგორ მიდის? დათანხმდნენ? ნეტავ მეც ასე ვიყო. რა ხდება? არაფერი მესმის. ყველაფერზე მე მირეკავენ. თავი მამა ბეზრეს. საქმე საქმეა. კარგი სახლი გაქვთ ბატონო ბაჰათინ. ეს სახლები განსაკუთრებულია. ისტორია სულ სხვა. ახლა ასეთ სახლებს არ აშენებენ. ვერ აშენებენ. ძველ ოსტატებს ვერ იპოვით. სახელოსნოში თქვენს ასეთი სიტუაცია გაქვთ არა? ახლა ისეთი მანქანებიც აღარ არის როგორც ადრე იყო. დიახ, ასეა. ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო. სხვაგვარად ქორწინდებოდნენ, სხვაგვარად ყველა მიცით აქ რა მიზეზითაც მოვედით. თქვენმა ქალიშვილმა ასიემ და ჩვენმა ვაჟმა ილიასმა ერთმანეთი გაიცნეს. ალო. ახლა ლაპარაკი არ შემიძლია. მაპატეი რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა დამელაპარაკო ილიას. შენთვის კარგი ამბავი მაქვს. მთელი დღე ვურეკავდი ბატონ თანს. არ მოვასვენე. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეხვდე. მომისმინე? ახლა ხანს მისმა მდივანმა დარეკა. ბატონი თანი ხვალ დღისით მიფრინავს. თანახმა რომ შეგხვდეს. ახლა უნდა ჩაჯდე გემში და ხვალ დილის 8 საათზე ჩემთან ოფისში მოხვიდე. შევთანხმდით? მე წაგიყვან მასთან. მოდი მე დაგირეკავ. მდივანი პასუხს ელოდება. ამ კაცთან შეხვედრა არც ისეთი იოლია. რას ნიშნავს მე დამირეკავ? ილიას, გუშინ ულამაზოდ გამოგვივიდა. მაგრამ როგორც შევძელი ავუხსენი. თუმცა მის მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ილიას, დროა გაიზარდო. საქმე ხომ შენს მომავალს ეხება. კარგი, ხვალ ჩამოვალ, მაგრამ ახლა ლაპარაკი არ შემიძლია. კარგი. სახლობანას თამაში მოუნდა. ვინ არის ეს ასიე? რა იყო ძმაო ილიას? საქმეზე ილაპარაკე? დიახ. შეჯიბრთან დაკავშირებით. მოკლედ. ვიდრე თქვენი ქალიშვილის ხელს გთხოვთ. ილიასთან სათხოვარი მაქვს. ვფიქრობ, გესმის რომ ოჯახის შექმნა სერიოზული ნაბიჯია. ილიას, ვიდრე ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავ. ყველას ერთ რამეს დავკვირდი. ჩემმა ვაჟმა ლიცეუმი დაამთავრა. ოქროს ხელები აქვს. ჩვენი სახელოსნო მადლობა უფალს ყველას გამოყვებავს. რა თქმა უნდა თუ იმუშავებ. მე ოჯახი ადამიანი. სისულელით არ უნდა დაკავდეს. მამა, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. თუ თანახმა ხარ, ბატონ ბაჰათინს ასიეს ხელს ვთხოვ. ამის შემდეგ მოტოციკლზე და შეჯიბრზე ყველანაირი ლაპარაკი უნდა დაივიწყო. მუშაობას დაიწყებ. ხალხთან ნუ შეგვარცხვენ. მომისმინე? მამა შენი მართალია ილიას. ეს ახალგაზრდული კატაცებაა. არ შეგეფერება. ახლა მოტოციკლით გართობას თავი უნდა დაანება. უნდა დაივიწყო ეს სისულელე. სხვა საქმეს უნდა მიხედო. თან ბავშვი აღარ ხარ. ასე არ არის? მამა, სპონსორი მგროს. ახლა ამიტომაც დამირეკეს. მიზანთან ახლოს ვარ. ჩემპიონი გავხდები. ასე შეიძლება? თუ ასეა ეს ამბავი, არ უნდა წამოგეწყოთ. ჩვენი გოგო სათამაშო ხომ არ არის ღმერთო ჩემო. თქვენ რა, დაგცინით? იძულებული რომ არ იყოს სოლს არ შეირთავდა. მაგრამ კარგი მამა, კარგი. მართალი ხარ. კარგი. მართალი ხარ მამა. მოტოს დავივიწყებ. ახლა მხოლოდ ვიმუშავებ. ნება შენია. ოღონდ გაითვალისწინე. პირობა მოგვეცი. ეს მნიშვნელოვანია. დაგიჯერებ და ჩვენს დასს ცოლად გამოგვაყოლებთ. ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა გამოგვაყოლებთ. სხვა რა დაგრჩენიათ. დედა გეყოფა. მამა.
დაიწყე. Evet Bahattin Bey. კარგი ბატონო ბაჰათინ. Allah'ın emri peygamber. უფლისა და წინასწარმეტყველის დალოცვით Kızın Asiye. თქვენი ქალიშვილის ხელს გთხოვთ ჩემი ვაჟისთვის. Bu durumda ne როგორც ასეთ სიტუაციაში ხდება, Madem birbirlerine რადგან ერთმანეთი გაიცნეს და ერთმანეთი შეუყვარდათ, annesinin de bir რადგან დედამისი წინააღმდეგი არ არის, bize ის ღა დაგვრჩენია რომ birlikte მიულოცოთ. kocasınlar demek. ბედნიერება და სიხარული უსურვოთ სიცოცხლის ბოლომდე ღმერთმა დაგლოცოთ. Sağ olun. გმადლობთ. რძლა ძალიან ცნობილი და პატივცემული ოჯახის შვილი მოყავს. რა თქმა უნდა იცნობ ძვირფასო. ის იმ კაცის შვილია. ვაჟიშვილი რომ მოგიკლა. დედა კი ნამდვილი დედოფალი ხავს. ისეთი ზრდილობიანი ქალია. ქალიშვილს არ იკითხავ, იშვიათი ეგზემპლარია. დაიკო, მოდი აქ. მოდი, დაჯექი. მოგეშენია, ჩამოჯექი. რა სიტყვი? ყველა პრობლემა მოგვარებულია. ასე რომ მე და შენ საჩხუბარი აღარაფერი გვაქვს. ყველა უსიამონება წარსულს ჩაბარდა. ამჯერად შენ მას იჯიუტემ გაამართლა. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, საქმროს ოჯახს აიძულე რომ ხელის სათხოვნელად ყვავილებითა და ტკბილეულით ხელდამშვენებული მოსულიყვნენ. ოჯახ, მართლა გვასახელე. დასანიშნად მოვიდნენ და ჩვენც დავთანხმდით. ყველაფერი რიგზია. დაიკო, რა თქმა უნდა, ყვავილები და ტკბილეული კარგია, მაგრამ ერთი პრობლემაა. იმ ოჯახს ფული ხომ აქვს? ქალაქში მათ ყველა იცნობს. მაგრამ ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ მარტო ხელის მოწედით შემოიფარგლებიან. ხო, რატომღაც ასე მგონია, მაგრამ ჩემი ვარაუდი თუ გამართლდება, ხალხი რას იფიქრებს? ვაჟიშვილს ქორწილიც არ გადაუხადესო. არ იტყვიან? ერთადერთი ვაჟი დარჩათ. უფროსი ვაჟიშვილი. მოტოციკლმა იმსხვერპლა. ილიასი მათი ერთადერთი ბიჭია. ქორწილს თუ არ გადაიხდიან, ხალხ შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს. ნუ თუ ამაზე არ გიფიქრია? არა, რა თქმა უნდა არ გიფიქრია. ვინ თქვა რომ ქორწილს არ გადაიხდიან? ერთი გაბედონ. დედა, არანაირი ქორწილი არ მინდა. შეიძლება შენ არ გინდა, მაგრამ მე მინდა. კეთილინებონ და საჩუქრებით და ოქროულობით ხელდამშვენებულები მობრძანდნენ. შენი დის დასანიშნად რომ მოვიდნენ, დედამთილმა უზარმაზარი სამაჯური აჩუქა. დედა, ოჯახის წინაშე თავს ისედაც უხერხულად გრძნობს. შენ სისულელეებს ჩადიხარ და პასუხი ჩვენ უნდა ვაგოთ? მომისმინე? აქ ყველა პატივს გწევს. ჩვენს წრეში კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობთ. გესმის? ასე რომ ყველაფერი ტრადიციების დაცვით უნდა გაკეთდეს. გასაგებია შენთვის. არ გავიგო რომ შენი ორსულობა ხელზე დაიხვიონ. არ მოუთმენ. არავის ვაპატიებ. სამსახურიდან წამოვალ. აქედან შორს აგიყვან, სახლს დავიქირავებ და ბავშვს რომ გააჩენ, ჩემთან ერთად იცხოვრებ. ის ტიპი კი ცხოვრებაში ვეღარ გნახავს. გეფიცები. ხელცარიელები მოვიდნენ და დედამისი აქეთ არის უკმაყოფილო. ამაზე მაშინ უნდა ეფიქრე, როცა გაორსულებდა. მომისმინე? ასიე. შელახულ ღირსებას მარტო მატჩის ბიუროში ხელმოწერით ვერ აღვიდგენ. ამ სახლიდან, როგორც ტრადიცია მოითხოვს, საპატარძლო კაბით გახვალ. და საუცხოო ქორწილსაც გადაგიხდიან. ქორწილში კი ჩემს უფროსებს და მეგობრებს დავპატიჟებ. თქვენი ამბავი მთელმა განყოფილებამ იცის. ქორწილს თუ არ გადაიხდიან, გონია ვერაფერს მიხვდებიან? დამიჯერე ქვეყნის სალაპარაკო გავხდებით. და მერე? მერე ვეღარავინ შემაჩერებს. ვერავინ.
გემრიელად მიირთვით. ჭამე, სანამ გაციებულა. მიდი. მომისმინე შვილო. იმ ბიჭს დაელაპარაკე. და ეს საქმე მოაგვარე. მის მშობლებთან იცხოვრებთ. საძინებელი ოთახის გარნიტურს აღარ გიყიდით. შენს ნივთებს აიღებ და წახვალ. მაგრამ ცალკე თუ იცხოვრებთ, სიძეს ვეტყვით, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა და გასკურა გამოგიგზავნოთ. გესმის? გაიგე?